ეხლა შეხედეთ, რას აკეთებს ეს ბავშვი? ქვას აგორებს თიდან, ხო მართალი? წმინდა არის ერთი ასეთი დიდი წმინდანი. წმინდა სერაფიმე საროველი. ის ამბობს ასეთ რაღაცას. ბავშვებო, ძალიან გთხოვთ. ამა თუ იმ სათნოებაზე ლაპარაკი, ანუ ჩვენ ახლა რაზეც ვლაპარაკობთ. რომ ეს მოგვეწონა, ეს კარგად გააკეთა, არ დააბეზღა, დაეხმარა. ამაზე საუბარი ისეთივე ადვილია, როგორც მთიდან რო ქვა დააგორო. ხო ადვილია, რა უნდა და ეხლა ხო ვილაპარაკეთ, რა ძნელი იყო გაგვიჭირდა ამაზე ლაპარაკი. აი, მთიდან რო ქვა დააგორო, ეგეთივე ადვილია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ის რომ შეასრულო, აი ესეთივე ძნელია, რომ ეს ქვა აიტანო იქამდე. ისე რომ ჩვენ ახლა კი კარგად ვიჭიკჭიკეთ, ჩემიდან დაწყებული, თქვენი დამთავრებული, მაგრამ იმის შესრულება, რაზეც ახლა მე ვილაპარაკე, რაზეც თქვენც ვილაპარაკეთ, აი ესეთივე რთულია ეს ქვა რო აიტანო იქამდე. თუმცა შეუძლებელი არ არის. რთულია, მაგრამ ღვთის შემწეობით ეს შესაძლებელი. იცი როდის არის შესაძლებელი? ღმერთი როდის დაგეხმარება, როგორ გეხმარება ღმერთი? როცა ადამიანი აღსარებას ამბობს, ნანობს იმას, რაც შეეშალა, მერე ღმერთი ეხმარება და აკეთებინებს. დაუშვათ ერთხელ რაღაცა დაგენანე და ვერ აი სიძუნწე გამოიჩინე. შენ თუ იმას აღსარებაში ამბობ და იტყვი რომ მამო, მე შევწოდე იმით, რომ აი ეს დამენან. მერე ღმერთი მოგცემს ძალას და გააკეთე. ჩვენ შეიძლება ადვილად ვილაპარაკოთ რაღაცაზე, მაგრამ იმის გაკეთება ძნელია. მაგრამ ღმერთის შემწეობით ის შესაძლებელია. მიხდით რაზეა ლაპარაკი?